საკანონმდებლო ინიციატივა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში ყველა ის პრობლემა მოწესრიგდება, რასაც მოქალაქეები ქართულ ბაზარზე ხშირად აწყდებიან. უზრუნველყოფს თუ არა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მომხმარებელთა უფლებების სრულ დაცვას და პასუხობს თუ არა დოკუმენტი ევროპულ სტანდარტებს. საკანონმდებლო ორგანოში მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის ინიცირებაა დაგეგმილი. სლათ იხილეთ ჩვენს რეპორტაჟში. თამთა ამბობს, რომ პროდუქტზე მითითებული ინფორმაცია ხშირად სინამდვილეს არ შეეფერება და როგორც მომხმარებელი მოტყუებული ხშირად რჩება. როდესაც შევიდიხარ მაღაზიაში, გონია რომ ყიდულობთ ის პროდუქტს და ამ დროს შეიძლება 1%-ით კი არ აღმოჩნდეს სიგრძის შემცველობა. და ეს არ იყიდება არა მარტო რამე ოთხის მაღაზიაში, დიდ სუპერმარკეტებზეა საუბარი, რომელსაც ხალხი სტუმრობს და ყიდულობს ნდობით არიან ყოველ შემთხვევაში გამშავლები. თამთა სამომხმარებლო უფლებების ხელშეუხებლობა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმა უნდა უზრუნველყოს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებისთვის უკვე მზადაა. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ინსტიტუტში განმარტავენ, რომ დოკუმენტი იმ ყველა პრობლემას მოაწესრიგებს, რომელსაც მოქალაქეები ქართულ ბაზარზე ხშირად აწყდებიან. მათ შორის განისაზღვრება ნაყიდი საქონლის შეცვლასა თუ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მთავარი საკითხები, რაც იქნება მოწესრიგებული, ეს რომ გამოცვლის და შეკეთების ვადა, ანუ კანონისმიერი გარანტიის ვადა იქნება 2 წელი დადგენილი, რომელსაც ვერანაირი ხელშეკრულება ვერ შეამცირებს და მტკიცების ტვირთი, ანუ ეს ნაკლი ქონდა თუ არა გაყიდვისას და თუ მე მომხმარებლის მიზეზით შეიძინა საქონელმა, ამის მტკიცების ტვირთი მომხმარებლიდან გადავა მეწარმეზე. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში აცხადებენ, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ქართული კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება და ჩვენი ქვეყანა ამ კონტექსტში ასოცირების ხელშეკრულებაში აღებულ ვალდებულებას შეასრულებს. კანონპროექტი ფაქტიურად მას შემდეგ, რაც მისი მიღება მოხდება, მოაწესრიგებს ერთდროულად მრავალ სფეროს. იქნება ეს საპრობლემო საკითხოება, მომსახურების სფერო, დაზღვევა თუ სხვა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ამბობენ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ კანონის აღსრულების ქმედითი მექანიზმი შექმნას. ის რომ პარლამენტმა ხალხზე რაღაცა გადაწყვეტილება მიიღოს და არ განხორციელდეს, კიდევ უარესი იქნება. ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წამოყრება. დოკუმენტს დადებითად აფასებს, თუმცა შენიშვნები აქვს სახალხო დამცველის ოფისს. საუბარი არის კანონპროექტში დავის ალტერნატიული მოგვარების გზებზე. ვფიქრობთ, რომ უნდა დაკონკრეტდეს რა იგულისხმება დავის ალტერნატიულ მოგვარებაში. კანონპროექტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობითა და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა. შეგახსენებთ, რომ კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ 2012 წლის მაისში გაუქმდა.